ესე იგი ესპანეთში იყავი და ილია თოფურიასთან ერთად ივარჯიშია რა. ცხადია ამ დროს ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლა ჯერ ჩანიშნული არ იყო, მაგრამ ვიცი რომ მას ანადრეც გივარჯიშია. შენი აზრით რა განასხვავებს მას სხვა სპორტსმენებისგან, როცა მის ვარჯიშს ვუყურებ, სხვათა შორის შენგან განსხვავებით მასთან არ მივარჯიშია? ჩანს რომ მისი დისციპლინა, ტაიმინგი და რიტმი ძალიან კარგია. იმ დროის გათვალისწინებით რაც მასთან გაატარე, რა ხდის მას ისეთს, რაც აძლევს მას უპირატესობას, რომ როგორც თვითონ ამბობს, როცა ხალხს უტყავს უბრალოდ თავის აზრს. დიახ, მასთან რამოდენიმე ჯერ ვივარჯიშებ და ყოველ ჯერზე, როცა მასთან ვარჯიშობ, გაოგნებული ვარ, რამდენად კარგია ის. მისი ტექნიკა, კრივის ტექნიკა ეს გიჟურია. მას აქვს ძალიან მოკლე დარტყმები და კომბინაციები. ზოგჯერ შეიძლება მოხვდეს კიდეს, მაგრამ მძიმე დარტყმითა და კომბინაციით ბრუნდება და გაძინებს. ვერავინ დაგეხმარება, რადგან ის უბრალოდ იმეორებს და იმეორებს ამ კომბინაციებს და მის ტექნიკას. მან იცის, როდის აპირებ დარტყმას და როდის უნდა დაგხვდეს კონტრშეტევაზე. ასევე ვფიქრობ, რომ ღვთისგან აქვს მოძებული ძალა. ის ძალიან ძლიერია ჭიდაობაშიც კი. ყოველთვის ფინიშზე მიდის, ყოველთვის ფინიშს ედებს და ძალიან ღონიერია. ერთხელ თუ დაგიჭირა მორჩა, ძალიან ძლიერია. ვფიქრობ ეს ყველაფერი კომბინაციაა. პირველ რიგში ის ძალიან ჭკვიანია, მშიერია, შრომისმყვარე და ძალიან ტექნიკური. ზუსტად იცის რას აკეთებს, დაბალი დგომით შემოდის, თუ შეხვდა დაგიბლოკავს, ან მოგცემს შესვლის საშუალებას. მას შენთან კრივი უნდა და ის ზუსტად მანდ უშვებს შეცდომას. როგორც კი მასთან კრივის და დარტყმების გასვლას დაიწყებ, მან დაგანოკაუტებს და მერე წარმატებას გისურვებ. გრეპლინგშიც კი ძალიან კარგია, მისი ჯიუ-ჯიტსუც კარგია და ყოველთვის ფინიშს ედებს. ის ძალიან ჭკვიანია, ენერგიას არ ხარჯავს შენთან ჭიდაობასა თუ გრეპლინგში, უბრალოდ ელოდება თავის კომბინაციებს. ის უბრალოდ სხვა დონეა, როგორც თქვი, ჭკვიანი, ძლიერი, ტექნიკური და შრომისმოყვარე. He's just different, man. He's like I said, smart, strong, technical, and a hard worker. Now, since you've რადგან მასთან კარგი ურთიერთობა გაქვს, თუ გიფიქრია შემდეგი ბრძოლისთვის ესპანეთში მასთან ერთად მოსამზადებელი კემპის გატარებაზე? თუ ისევ ლას-ვეგასი გირჩევნია. ვიცი რომ ხალიდ რაუნდტრიპი ვეგასში ვარჯიშობს ველაპარაკებ და მითხრა, მგონი კემპს სხვაგან გავივლი, სუპერ ჰაიერი მჭირდებაო. And he was like, I think I'm gonna do my training camp somewhere else. I need a breath of fresh air. I want to be able to, he's at the Jackson Beach. ის ფლორიდაში იყო და ახლა კალიფორნიაში აპირებს გადასვლას. შენ თუ გიფიქრია რომ დატოვო ვეგასი, წახვიდე ესპანეთში და ილიასთან ერთად გაიარო კემპი? და მას უთხრა რომ ილია, მინდა 6-8 თვე შენთან ვივარჯიშო. გიფიქრია ამაზე? Yes and no, because he's like, no. დიახ, რა თქმა უნდა, სიამოვნებით გავატარებდი დროს და ვივარჯიშებდით ჩემს ძმასთან, ილია თოფურიასთან ერთად. მაგრამ აქ მეორე მომენტია. მასთან თუ ვივარჯიშებ, რაუნდები უნდა გავიყო. სპარინგი ან ჭიდაობა მომიწევს, რაც სულაც არაა სახალისო, იცი? არ მინდათ რა მომივიყო, რადგან ეს კაცი ხალხს ძალიან სკენს. ის თავის ძმასაც კი მაგრად უტყამს. მითხრეს რომ ძმები ალექსანდრე და ილია ვარჯიშისას ერთმანეთს კლავენ. funny story is when Ilya was living in Alicante in Spain, it's one city. That's where they was training. ერთი ასეთი სასაცილო ისტორიაა, როცა ილია ალიკანტეში ცხოვრობდა, ხალხი სულ სტერდა ან ურეკავდა. ილია ალიკანტეში ვარ და მინდა შეკვდე, ერთად ვივარჯიშოთო. გერმანიიდან ან იტალიიდან ჩამოდიოდნენ ხოლმე ესპანეთში.
training with you. And Europe is not that big, and usually they can go each other. ილიას პასუხობდა: "კარგი, მოდი ვივარჯიშოთ" და მერე ტიპებს ნოკაუტში აგდებდა. აი ასე უბრალოდ სპარინგ პატრიონებს აძინებდა. Easily go in Spain, and when they used to tell Ilya, "Hey Ilya, I'm in Spain. I would like to training with you. I would like to sparring with you," and Ilya like, "Okay, yeah, I would like to train with you." And he used to knock მის people მწვრთნელს out. ჰქონდა ვიდეოები, როგორ აგდებდა ილია ნოკაუტში ამ შემთხვევით პარტნიორებს დიდ და მაღალ ბიჭებს. He has his fault. It's Ilya's fault. He has the like this high. ხო და ამიტომ მას მიყვარს მასთან ვარჯიში და თან არ მიყვარს. ძალიან მაგრად უთხრამს. Training partners like how in big guys, like tall guys, he just knocks people out, and that's why like I like. შეუძლებელია მასთან კარგი სავარჯიშო სესია გქონდეს. რამეს იტკენ, ტრავმას მიიღებ ან დაგანუკაუტებს. ჩემი ჭიდაობა მან დაჭრის. შეიძლება დამაძინოს კიდეც. Injured, knockout, or like so it's like my wrestling doesn't work against him, I think if you ფიქრობ, რომ ჩახვალ უნდა უთხრა. ხო, ვარ მათკინო, ბრძოლა მაქვს შესაძლებელი. წარმომიდგენია რა დონის რაუნდები გექნებოდათ, მაგრამ ტრავმის რისკი დიდია. the high level rounds you'll get will be high, but there'll be a bigger. უბრალოდ მაინტერესებდა, როცა ასეთი დონის ადამიანთან გაქვს ვარჯიშის შანსი. ეს დიდი ნაბიჯია. To train with somebody at that skill level, you have to, it's a big step, but I remember when I ჰალი რაუნდრი მითხრა, რომ კალიფორნიაში ახალ გარემოს ეძებდა. ამიტომ ვფიქრობდი, ხომ არ გქონია აზრად, რომ ილიასთან 4 თვით წასულიყავი, მაგრამ თუ ტრავმის გეშინია, არ გადადანაშაული. had the thought like, I'm going to train Ilya for 4 months to see how it goes, but if you're going to get hurt, I don't blame you, dog. I do not blame you. Yeah, exactly. Yeah, I can't. I don't want to get. ზუსტად, არ მინდა ვარჯიშზე დავშავდე. მინდა რომ ბრძოლამდე მივიდე და მერე ოქტაგონზე მაგრად ვიბრძოლო. Just make to fight and then fight. It's just I'm going to fight hard. But ვარჯიშით კი ჭკვიანურად უნდა ვივარჯიშო, უფრო მსუბუქად. სხვათა შორის ილიამ მეუბნებოდა: ჯერ არ ვიცოდით, როდის უწევდა ბრძოლა. იქნებ ყველანი საქართველოში წავიდეთ მოსამზადებელ კემპშიო. ამაზე ვფიქრობდით და რა თქმა უნდა, ჩემს ქვეყანაში მასთან ერთად წასვლაზე თანახმავ ვიყავი, მაგრამ გონია, რომ ახლა კემპს აქ ამერიკაში გაივლის, ალბათ მაიამის მხარეს. But I think right now he will have a training camp maybe here in the United States. თუ აქ ჩამოვა, მეც მასთან ვიქნები, მაგრამ ბევრ სპარინგ პარტნიორს წავიყვან თან. I think it's like Miami area, and I think I will go with him, but I will try to. თუ ვარჯიშს მთხოვს ვეტყვი, აი ჯერ ამასთან ივარჯიშე მეთქი, ჩემს მეგობრებს შეუშვებ და არა ჩემს თავს. I said, oh, maybe he was training this guy. He's training with my friend, not with me. So, yeah. მასთან ვიქნები, მაგრამ ჩემს ბიჭებსაც მივიყვან. თუ ვარჯიში მოუნდება, ჩემს პარტნიორებს მივუგზავნი. Give him my training partner. მესმის შენი, ჩემს დარბაზშიც იყვნენ ეგეთი ტიპები, ვისთანაც სპარინგი მძულდა. ჯერ ერთ იმიტომ, რომ ჩემზე დიდები იყვნენ და მეორე, უბრალოდ საშინად მაგრად უთხრამდნენ. სულ იმას ვფიქრობდი, ჯანდაბა არ უნდა მომხდეს მეთქი. ერთხელ რომ მომხდებოდა და გამთიშავდა, მერე ვამოხდი, მოსჭა, ამასთან აღარ შევა, ზედმეტად ძლიერად უთხრამს, საკუთარ თავს ვერ აკონტროლებს მეთქი. თან მე უფრო პატარა ვიყავი და ამიტომ ძალიან კარგად მესმის შენი. მაინც ვისკენ ხარ მაგ ბრძოლაში. ილია თოფუია ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ. ვიცი რომ ილიას აირჩე, მაგრამ შენი აზრით, როგორ წავა ბრძოლა? რა უნდა გააკეთოს ჯასტინ გეიჯი, რომ ილია ტახტიდან ჩამოაგდოს? სიმართლე გითხრა, არ ვიცი. ჯასტინ გეიჯი როგორ უნდა ეჭვბოს ილიას? ვიტყოდი რომ ილიასთან ჭიდაობაა საჭირო, მაგრამ ჯასტინი არ ჭიდაობს. ფიქრობ ჯასტინი ეცდება თავი დახაროს და ისე დაარტყას, როგორც ჩოვია, მაგრამ ილია ზუსტად ამას შეისწავლის. შეისწავლის და ზუსტად იქ დაახოდებს დათმას. ეს ბრძოლა ილიას იდეალურია, რადგან გეიჯი მხოლოდ კრივს და ლოუ კიკებს იყენებს. I think this fight is perfect for Ilya, like because Justin Gaethje ილიაც იგივეს აკეთებს, ოღონდ ილია ხალხს ნოკაუტში აგდებს. Cupcakes, which is Ilya does same thing, and then need exchange, just Ilya knocks people out, like if you. თუ მასთან დათმების გაცვლას დაიწყებ და ის შეგეხება, მოსჭა, გათიშული ხარ. And he knocks you out, so and then the thing is Ilya like. თან ილია სულ უფრო და უფრო უმატებს. ნახე ბოლო 3 ბრძოლის შედეგი. დაანოკაუტა ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოვეი და ჩარლზ ოლივეირა. ეს აქამდე არავის გაუკეთებია. Max Holloway, nobody did that, and Charles. თვითონ ოლივეირა მას თქვა, ასე ძლიერად არატოს მოხვედრიაო. Nobody hit him like this. Wow.
No, I can't wait. I can't wait to see it. ვაუ, Okay, მოთმინებით well, ველოდები now ამას. კარგი, that რადგან we've covered ყველაფერს everything, შევეხეთ. And also I can tell კიდევ you ერთი also რამის I თქმა trained შემიძლია. sorry. პატივს I ვცემ არმან trained ცალუკიანსაც. Arman ის შესანიშნავი Tsarukyan ათლეტი და and მებრძოლია, he's მაგრამ რადგან great ილია ამ athlete, წონის great ჩემპიონია, fighter. ვფიქრობ, სტილისტურად ილია But მასას I think მოუკლებს. since Ilya is championing this weight class, even if Arman fights Ilya იმიტომ რომ ილიას ვერ stylistically დააგდებ, მასთან ჭიდაობას he აზრიც beats არ აქვს. Arman. მაშინ არმანსაც მოუწევს ილიასთან კრივი და ილია Yeah, არმან you can't ცალუკიანსაც take Ilya დაანოკაუტებს. down. It ეს doesn't ჩემი even make გულწრფელი sense to პასუხია. wrestle with him and then Arman has to box with Ilya too, and Ilya will knock out Arman Tsarukyan too. That's I don't know. my honest answer. I don't know, man. არ ვიცი, არმანი ძალიან მაგარია. აი რას ვფიქრობ, ილია საოცარი ათლეტია, დიდი კრივითა და ტექნიკით. შენ მასთან ნავარჯიშები ხარ. არმანთან არასდროს მივარჯიშია, მაგრამ ის ცოტა შენ მაგონებს. And great boxing, great technique. You train with him. Arman is I've never trained. Arman kind of reminds me of you. იმ გაგებით რომ გაქვთ ისეთი გამძლეობა, როგორც მანამდე არასდროს მიგვხსნიან. შენი გამძლეობა და ძალა ძალიან დიდია. არმანის ძალა ძალიან დიდია და ის ისევ სწავლობს. Is very, very good. Where Arman's strength is very good and he's still learning. And I think Arman არ ვიცი, მგონია რომ არმას შეუძლია ილიას მიწაზე გადაყვანა. თუ ვერა, მაშინ გიჟური ბრძოლა იქნება. I don't know. I think Arman can get Ilya to the ground. If he can't, I think it would be a sick fight. Like I think Arman has the გონია რომ არმას აქვს ის შემართება და ჟინი რომ ილიასი არ შეეშინდეს. If that makes sense. Right? I don't know. I when I first before I trained with Arman, I was like, yeah. არმანთან ვარჯიშამდე ვფიქრობდი რომ ილია ალბათ დაანოკაუტებდა, მაგრამ ახლა მგონია რომ არმანი ისეთი მომზადებული გამოვა. მოკლედ ეს ბრძოლა უნდა შედგეს. ცარუკიანი ილიას წინააღმდეგ. Arman versus Ilya, that needs to happen before Ilya fights Islam. ეს უნდა მოხდეს მანამ სანამ ილია ისლამ შეხვდება. ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა ვნახოთ. Yeah, that fight needs to fucking happen. Yeah, it's gonna be tough fight for sure. დიახ, რა თქმა უნდა, რთული ბრძოლა იქნება. მე არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებ არმანს. როგორც თქვი, პატივს მას, ის შესანიშნავი ათლეტია, მაგრამ ილიას ისლამზე ვკითხე და მითხრა, ძმაო, ეს ბრძოლა სტილისტურად ჩემთვის ძალიან მარტივია. I was like when I asked Ilya about Islam, and he said, "Bro, this fight is even stylistically very easy." ის ამბობს, რომ ისლამთან ჩხუბი ძალიან უნდა. ილია ამბობდა, რომ როცა პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი ჩხუბობდნენ, თუ პედი მოიგებდა, მას პედის დამარცხება და მერე პირდაპირ ისლამთან ასვლა უნდა ზედაწონაში. He was he was saying that like now მაგრამ თუ გეიჯი მოიგებდა ილიასთვის ამასაც ძია ჰქონდა და მაინც ისლამთან უნდა ჩხუბი. თუმცა UFC-მ შეიძლება ეს არ დაუშვას. არ ვიცი. I will beat Paddy Pimblett and try to go up straight to fight Islam, but if Justin Gaethje wins, მოკლედ ახლა ის გეიჯის ხდება და მჯერა რომ მოუგებს. დაწუნებული ვარ, მე ისლამ მახაჩევთან ბრძოლას მოითხოვს. Now I'll play out things and maybe I don't know what UFC also tell that maybe the UFC not let him do that or whatever. So now he's fighting Justin Gaethje, which I believe he's gonna. მე ჩემს ასლ ვამბობ, ვფიქრობ ეს არას მას უნდა. ის ძალიან თავდაჯერებულია ისლამთან მიმართებაში. I think that's what he wants to do and so that's how comfortable ეს კაცი რასაც მოინდომებს, ყველაფერს აკეთებს, ყველაფერს ახდენს. გენიოსია, ყოველთვის კარგი პროექტები აქვს და მაღალ დონეზე ასრულებს. But this guy is also whatever he wants and he's doing it and then he's saying he's making happen. It's like and then he's so genius and he has like რამოდენიმე წლის წინ ესპანეთში მასთან ცხოვრობდი, ვნახე რა დონეა. სახლში კი ჩრუტებიდან დაწყებული, ყველაფერი ბრენდული და უმაღლესი ხარისხის აქვს. He's high level, like I like even when I visit couple years ago him in Spain when I was living with him like მე სახლში არ მაინტერესებს რამაცია. შემიძლია ყოველდღე იგივე მეწოს, მაგრამ ილია სახლშიც კი ყოველთვის კარგად და ძვირადღირებულად გამოიყურება. Everything so high quality. He's like, me when I'm home, I don't care what I'm wearing. I can wear every day same clothes, but Ilya always dressed nice. მას ლუქს ცხოვრების სტილი და მაღალი დონე აქვს. Even his home, like his luxury lifestyle and his high level. Okay. ასაგებია, ახლა რადგან ყველაფერს შევეხეთ, ერთი რამ მინდა გკითხო. გითხარი რომ სხვა რამეზე გადასვლა გჭირდება მეთქი. თუ შეძელი ვარჯიშის გარდა სხვა რამის პოვნა? Have you been able to find some distractions besides training?
Yeah, კი, watching შენი you, but პოდკასტის ყურება. არა, No, I mean, like, სერიოზულად, დასტინ პოდიემ თქვა, ეს როგორც like, have you ათლეტები been on the გმირჩეულები ვართ, vine? გაიღვიძე, You know, ივაჯიშე, ჭამე, Dustin დაიძინე, Poirier სულ said რაღაც this, ჰყივა, სულ დაღლილები right? ვართ. Like, as an athlete, and I understand this, as an athlete, we're so used to wake up, train, eat, sleep, train, eat, sleep, train, study, fight. And თუ then we არაფერიგად get კი so ვარ, ეგრეთ accustomed წოდებული ლომკა to გაქვს doing რაღაც it ისევე every რა. single ამიტომ day. გეუბნებოდი, We კარგი ჰობი train ან all ბიზნეს the პროექტი time. We're გჭირდება always მეთქი. sore. We're always tired. When we're not either sore or tired, something's off. We don't feel right. And for you, you know, I was like, man, you need a good distraction. You know, a good hobby, a good business project. And have you been able to give yourself that opportunity? აი You know, ალჯოს, you see თავისი Aljo, he's got სიგარების his ბიზნესი Carver, აქვს. შენ he's თუ got his მიეცეს საკუთარ cigars თავს now. შანსი, რომ Have you ცდოლის been able გარდა to სხვა რამეში find ჩადოგნება, something იფიქრე რა to სიზამ კარიერის pour შემდეგ. your passion into besides fighting yet? Have you given yourself that opportunity to be like, you know what do I want to do after fighting? ჯერ კარიერის First, დასრულებაზე საერთოდ არ I'm not ვფიქრობ, რა thinking თქმა to უნდა. finish ვიცი, my მე Of გასაგებია. course. anytime soon. Yes, Like, yes. I know that. I yes, know that. yes. So that's why, and because before I tried to ხო და ადრე ცადე like, სატრანსპორტო ბიზნესში get შესვლა. ვიყიდე სატვირთოები, transportation ავიყვანე business, like, მძღოლები, you know, მაგრამ buy ფული some დავკარგე. trucks ამის and შემდეგ ვთქვი, თუ რაიმე some ბიზნეს ვაკეთებ, drivers იქ and whatever. 100%-ით And I უნდა lose ვიყო some money, and დასრულებული after თქო. I said, you know what? I'm not gonna try any business because if you do any business, you have to be 100% in it. And ჩემთვის კი ახლა საუკეთესო because ბიზნესი then ბრძოლაა. now ამიტომ for მხოლოდ me, the ამაზე ვარ best business ფოკუსირებული. is just fighting, you know, and stay focus for fighting. And any hobby. სხვა So რამის to be დრო honest, ფაქტობრივად I არ have რჩება. no ცოტა other გვიან plan ვიღუძებ, to. რადგან გვიან ვიძინებ. I გაღუძებისთანავე so I wake ვემზადები up და a little პირდაპირ bit late, right? ვაჯიშზე Because I მივდივარ. go sleep a little bit late, and I will wake up, get ready, and I'm going to straight to the training. And then after I ვაჯიშის finish მერე training თანაგუნდელებს and talk ველაპარაკები. my teammates and You take a ain't got- shower. და დროც you აღარ ain't got რჩება, no ხო? time left. Yeah. And then დიახ, I მე go ვსადილობ, lunch. ცოტას ვისვენებ. And then უამრავ when I go იმეილს lunch უნდა and then ვუპასუხო. when we rest, სამედიცინო we შემოწმებები answer ესაჭირო. the phone calls, თმის any შეჭრა, emails, რეაბილიტაცია. some ხან always მეგობრებს something, ჭირდება some წამე. medicals has to done, some haircut, some like you know, some maybe სულ რაღაც არის გასაკეთებელი. მე საღამოს მეორე ვაჯიში მაქვს. rehab, სანამ you know? მორჩები უკვე 8 Or საათია. some my friends need something and always something to do, and but soon as I have like little things between train, and I have second training session evening. ისეთი დაღლილი ვარ, რომ And დასვენება when I მჭირდება. finish the second training session, then the time, you know, it's late already, 8 p.m. and then I'm really tired and I really need to chill. მოვდივარ And სახლში, I'm სოციალურ coming home ქსელებში and ვეთობი. play ისევ with my შეტყობინების და social იმეილებს media, ვპასუხობ, then ოჯახს still ვუდეკავ. answering დრო some ისე სწრაფად texts, გადის, რომ უწევ, phone უკვე calls, ისევ ლოგინში ვარ და emails დილად from ენდება. my family, and then time goes fast, and then in the bed, and morning is same. Yep, you're sleeping. Then რამდენი წლის ხარ you're, ახლა? how old are you now? 34-ის თუ You're 35-ის? 34, 35? 35-ის. 35. Okay. Well, that's just the hardest thing. აი Like, ესაა ყველაზე you're რთული so რამ. caught ისე up ხარ in უწყოთ ციკლში ჩართული, რომ that მაინტერესებს, როცა პენსიაზე continuous გასვლის რომ მოვა, cycle როგორ that when გადაეწყობი. it comes time for you, I'd be kind of curious to see when it comes time for you to retire. გაგიჭირდება თუ How will you გაგიადვილდება? მე transition? მაგალითად ძალიან Where you were გამიჭირდა. like, fuck, I can't. Will you have a hard time, or will it make easier for you? Because that's one thing that like I თუ მაგრად არ struggled ვარჯიშო და with პულს was that 185-მდე არ წევ, ისეთი training hard, if I'm not შეგრძნება pushing მაქვს, my რომ heart საერთოდ rate არ to like მივარჯიშია. 185 beats per minute, I would struggle where it's ცოლი like I'm not მეუბნებოდა, working out. This is მიეჩვევი, not a ნენელა workout. My wife მიეჩვევიო. was like, 2 "You'll ეთამას get ამბობდა, there. It'll ძალიან be- ბიჭესო, you'll be თუმცა good." ახლა So you hear უკეთაა. Dustin Poirier, he was talking about it. He was like, "Man, I struggle with it. He's getting better now." And so I was curious, like with you, have you ამიტომ been able to find მაინტერესებს that შენ to give შემთხვევაში, yourself თუ the აძლევს time, საკუთარ თავს right? დროს, It's- როცა კემში there's ახლა, a difference შეგიძლია თქვა, between დღეს არ finding ვივაჯიშებ და time რასაც მინდა იმას and გავაკეთებო. giving yourself time. Where fighting, you're always trying to fight, but you say, "All right, I'm not in training camp. I'm not training today. I'm gonna do what the fuck I want to do." But you love to train. თუ მაინც თუ So I was ვაჯიში curious if გინდა, you give მაინტერესებს yourself the პოულობ თუ არა time სხვა ჰობს and the ბრძოლის grace გარდა. to find something else besides fighting and find new hobbies. So კარგ რამეებს გავაკეთებ, მე ასე ვხედავ. I will კარიერის do შემდეგაც couple good გავაგრძელებ things, but ჯიუ-ჯიტსუს ვაჯის. but I think how I can do, like how I see it, I will still do jiu-jitsu training, you know. ჯიუ-ჯიტსუში შეიძლება მაგრად დაიხაჭო, ჭიდაობა, გრეპლინგი, მახრჩობელები, მაგრამ თან ისე არ შავდები როგორც ჭუბისას. And then you're not getting hurt, you're not getting injured, and it's much
ეს ბევრად მარტივია, რეალისტურია, ბრძოლასთან ახლოსაა და კარგი კარდიოცაა. კალორიებსაც დაწვევ და საღამოს ისევ ისეთი დაღლილი დაიძინებ. Burn your calories and you can able to still go sleep tired whatever. And also გარდა ამისა, მაქვს პროექტები. საქართველოში MMA-ის დარბაზის გახსნას ვაპირებ. ამას ფულის მოსაგებად კი არა, ყველი მოქმედებისთვის ვაკეთებ. gym, MMA gym in Georgia, which will be like I'm just ჩემი doing ფულით I'm ვხსნი. not doing for make money, I'm doing for donation. I'm opening for my own money and I already have a ადგილი place უკვე მაქვს და ახლა and, ორ I'm ოქტაგონს about ვკვეთავ. to, ბევრ ტატამს და კედლის რბილ საფარებს. order I need to have a 2 kg in my MMA gym and then lots of mats and then the the walls with the mats and ამ დარბაზს იმიტომ ვხსნი, რომ საქართველოში არის პატარა დარბაზები, მაგრამ მე მინდა მქონდეს სრულყოფილი ინფრასტრუქტურა, დიდი დარბაზი, კარგი გალიებით და დიდი ტატამით. I want to have a perfect facility like a good big gym with a nice მხოლოდ ვიზუალი და ხარისხი არაა მთავარი, არამედ კარგი მწვრთნელებიც. ახლა ყველა სხვადასხვა ადგილას ვარჯიშობს, საქართველო კი პატარაა. მინდა რომ ყველანი აქ მოვიდნენ, უფასოდ ივარჯიშონ და ახლა თაობებმაც კარგი წვრთნა მიიღონ. where everybody train different places and then Georgia is not too big so I want to everybody come here in this gym and training free and then მინდა რაც ბოლო 5 წელიწადში ვისწავლი, მათაც ვასწავლო. განსაკუთრებით მინდა აქცენტი გრეპლინგზე, ჯიუ-ჯიტსუსა და MMA-ის ჭიდაობაზე გავაკეთო, რადგან დღევანდელ MMA-ში ეს ყველაზე დომინანტურია. I want to what I learned like last 5 years I want to teach them in this gym because I think I want to focus for like a grappling. That's because მართალი ვარ, გონი ჭიდაობა და გრეპლინგი ყველაზე სტაბილური რამაა. In MMA today and general. What do you think? Right? I think more stability wrestling and grappling. გეთანხმები, დღეს MMA-ის რომ შეხედა უფრო მეტი გრეპლინგი და ჯიუ-ჯიტსუს მიმდევარია. აი ზუსტად ისე როგორც ახსენე, მიუხედავად იმისა, რომ ჰენრი სეხუდოს ჭიდაობაში შენზე მეტი ტიტული ჰქონდა, მაინც აჯობენ. Henry Cejudo has better wrestling credentials than you were still able რადგან ამ ყველაფრის ერთმანეთთან შერევა კარგად გამოგდის. ვფიქრობ, ჭიდაობა და ჯიუ-ჯიტსუ კრივზე ძლიერი ბაზაა, მაგრამ სწორედ მწვრთნელი და ფიზიკური მომზადება გჭირდება, რომ ეს ყველაფერი გააერთიანო. More than boxing, but I think you got to have that right coach and the right physicality. ვერ ვიტყვი, რომ ჭიდაობა სასახად საუკეთესო ბაზაა, მაგალითად, ბონიკას საოცარი ბაზა აქვს, მაგრამ ჯერ ისევე რა აქვს ყველაფერი როგორც შენ. Because there's some guys like Bo Nickel, he's got a great wrestling base, but he hasn't been able to put it together like you've been able to, right? Like შენ კარგად იყენებ ხელებს, შენი ჯიუ-ჯიტსუ ძალიან მაგარია, თუმცა დღეს MMA-ში ნამდვილად ეს მიმართულება დომინირებს. So I agree with you, but I think there's some pushback to say that wrestling შენარი ბაზის მქონე ტიპსა და მოკლევეს შორის 100-დან 90 შემთხვევაში გრეპლეს ავირჩევდი. If you have a guy who has a background like you and a guy who's a boxer, 90 times I always take the grappler over the boxer. Right, yeah. გეთანხმებიან, ზუსტად მაგიტომაც ჭიდაობა არის ის, რაც ხაბიბმა, ისლამმა და ხამზატმა აჩვენეს. მეც ვაჩვენებ პანტოჟემაც. I think wrestling is like the Khabib shows, Islam shows, Hamzat shows. Yep. I show. ნახე 93 კილოგრამში. კარგი მოჭიდაობები არ არიან. მაგიტომაცაა, რომ დღეს ერთი ჩემპიონია, ხვალ კი მეორე. Like in 205 division there is no good wrestler. That's why it's today one champion, tomorrow will be new champion. Yep. And it's always changing because there is no stability. But when სულ იცვლება ყველაფერი, რადგან სტაბილურობა არ არის. ხაბიბი რომ იყო ჩემპიონი, ყველას ანადგურებდა. ახლა ისლამიც ყველას ანადგურებს. Yeah, no, you're right. You're right. Rumble, I will add it. So მოკლედ რომ გიპასუხო, ახლა მუშაობ პროექტზე, რომ საქართველოში მქონდეს კარგი MMA დარბაზი. ეს საქველმოქმედო დარბაზია, მინდა ჩემს ქვეყანას და მომავალ თაობას დაუბრუნო ის სიკეთე, რაც შემიძლია. ეს დიდ დროს მართმევს. აქაური საღამოები საქართველოში უკვე დილაა და სულ ამაზე მუშაობ. I'm gonna work on this project and I think I will keep in my mind here. What's the name of it? What's the name რა of the ქვია gym? დარბაზს? ფოტოშორი ძალიან მაგარი საქმეა. So I was thinking like maybe either ვფიქრობ, უბრალოდ ვალიშვილის აკადემია დავარქვა, ან მანქანის აკადემია, ვნახოთ. Academy. I think easy. I go easy.
Yeah, my name Academy. Just that's it. I like that, the Balashvili Academy or the Machine Academy. You got some things to play with, baby. You got some things to play with. Okay, I will think about it. Ask like smart people like you. I'm not that smart. Before I let you go, I gotta let Michael get in here, ask you some questions. სანამ გაგიშვებდი მაიკსაც უნდა კითხვის დასმა ისევ ნაწყენია შენზე ქართველი გოგოები რომ მათ გააცანი მაიკ შენი შანსი აქვს კითხე რაც გინდა What you want to talk to him about? Like დემეტრიუს თვითონაც შეუძლია მოძებნოს მე ადავეხმარები ქართველი გოგოს პოვნაში I'm not gonna help him to find a Georgia woman, but like I tell people მე ქართველი ქალები ქართველი კაცებისთვის მინდა ამერიკელებს ვერ დავუთქვა I don't want to give the American guys this handsome guys. I want to keep a Georgia woman for Georgian guys, you know. ვიდეოებში ვნახე, როცა საქართველოში ქამდე ჩადიხარ, იქ ნამდვილი მეფე ხარ. მგონი მერაბთან ერთად თუ ჩავალ, უფრო მეტი შანსი მექნება, ვიდრე მარტო. When you're there, all the people there, I think I might have a little bit better luck with Marab than if I just go there by myself. So you want to go with me? ჩემთან ერთად გინდათ საქართველოში წამოსვლა? მოდი გავაკეთოთ ეს. ჯერ პიოტრიანს უნდა ვეჩუბო. ღვთისმებით ამ ტრილოგიას მოვიგებ და მერე პირობას გავდებ. წაგიყვან საქართველოში. First, I'm going to fight Peter Yan, God willing. I'm going to win this trilogy fight, and then mark my word, I give you my words, and I'll take you Georgia, and then of course we would love to have a Demetrius Johnson in დემეტრიუს ჯონსონს ჩვენს ქვეყანაში დიდი სიხარულით ვუმასპინძლებთ. თუ დრო გექნება ოჯახი წამოიყვანე, ყველაფერს ჩვენ მივხედავთ. We will taking care of you, Demetrius. There, I mean, we will be so happy, and if you will have a time. ძალიან გაგვიხარდება შენი სტუმრობა. Oh wow. ვაუ, მაგარი იქნება. მაიკლი მარტო გოგოებზე ფიქრობს. მე კი მინდა იქაური კულტურა ვნახო და მერაბთან ერთად მის მშობლიურ ქალაქში ვივადგიშო. Georgian woman. I'm trying to go over there and enjoy the culture, train with Marab in his home country. No, I mean, I've seen ნინას ვიდეოები მაქვს ნანახი. უნლამაზესი ქვეყანა და დაწუნებული ვარ საოცარი იქნება. We have a nice nature and good people, good hospitality. ჩვენთან შესანიშნავი ბუნება და კარგი ხალხია. კარგი სტუმართ მოყარეობა, კარგი საჭმელი და running mountains, ride the horses, and და კიდევ შეგვიძლია ცოტა ვივაჯიშოთ, თებში ვირბინოთ, ცხენებით ვივაჯიშოთ და მსგავსი გასართობი აქტივობებით დავკავდეთ. and then I don't არ მინდა რომ დაითვისო, მინდა რომ საქართველოში დრო კარგად გაატარო დემეტრიუს. ნახოთ, იმედია გამოვა. I want to have you, you know. We'll see. I'll მაიკ, სანამ გავუშვებ, კიდევ გინდა რამის კითხვა? Michael, before we let him go. Yeah, one question I wanted to ask. Of course, ერთი კითხვა მაქვს. ილია თოფურიაზე უკვე ვისაუბრეთ. ბრძოლა რომლის ნახვა ყველას მინდა არის ილია თოფურია ის და მახაჩევის წინააღმდეგ. როგორია შენი პროგნოზი თუ ეს ბრძოლა უდესმე შედგება? რადგან ეს ახლა ნამდვილად საოცნებო ბრძოლაა. So I was ყველამ ვიცით რომ ეს უზარმაზარი ბრძოლაა. huge fight, and ვიცი რომ ისლამ მახაჩევი ყველასთვის ძალიან რთული მეტოქია. ის ყველასთან დომინირებს. არმან ცადუკიანეს კი დაამარცხა. Islam Makhachev is very hard opponent for everybody, and he's been dominated everyone. Even he beat Arman Tsarukyan. თავიდან ნერვიულობდი, როცა გავიგე რომ ილია მასთან ჭუბს აპირებდა. I was worried for მაგრამ ილია იმდენად თავდაჯერებულია რომ ჯერ ამისი, რასაც ამ ყველაფერს ამტკიცებს. აჩვენებს რომ შეუძლია ყველაფერი მარტივად გამოაჩინოს. ჯერა ილიასი. Ilya, you know, he like whatever he's saying, he's proving that he can do it. He can make it look easy. ის ძალიან ძლიერი ჭკვიანი და ტექნიკურია. ვფიქრობ მიუხედავად იმისა, რომ ისლამი დიდი მებრძოლია, ილიას მისი დამარცხება შეუძლია. Technical, and then I think even Islam Makhachev is a great fighter. I think Ilya can beat him. I hope that fight happens. მედი ეს ბრძოლა შედგება. ახლა UFC-ში რამოდენიმე ისეთი ბრძოლა, რომელთან ახვასაც ვიწურებდი. სანამ ეს ბიჭები პენსიაზე გავიდოდნენ. Before those guys retire, that we get to see that matchup. So I'm excited. I was going to say one more thing I wanted to ask. კიდევ ერთი რაღაც მინდოდა მეკითხა. ნახე დემეტრიუსის ვარჯიში ხამწათ, რას ფიქრობ? Yeah, I did see. კი ვნახე და შენ გულშემატკივრობდი. I was rooting for you today. Dude, რაც უფრო მეც ვარჯიშობ ხამწათ და არმანთან თუ შენთან, მით მეტად სიაუნებს, რადგან საოცარი ათლეტები ხართ. I enjoy doing it just because you guys are ახლა პენსიაზე ვარ, მოგიბაზე აღარ ვდარდობ. უბრალოდ მაინტერესებს მათი მოძრაობისა და წვრთნის სტილის შეგრძნება. მაგრამ ხამზატი საშინად ძლიერია. ეს დღესობით ყველა ძალიან მაგარია. Yeah, I think ფიქრობ ხამზატ ჩიმაევი მონსტრია, ძალიან ძლიერია და მკვლელის ინსტინქტი აქვს. ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. hard, and then I think he did very smart against Duplessis.
he was taking ტრიკუსთანაც over ძალიან all ჭკვიანურად the იბრძოლა, one დააგდო, and აკონტროლა და just ენერგია how ადახარჯა. smart he შთამბეჭდავი did it. იყო. I was like impressive. შენს And ვარჯიშსაც შეეხება, ვნახე, რომ your თეიქდაუნის match გაკეთების and საშუალებას you აძლევდი, know, პოზიციებს your უთმობდი. like little training match against თავსაც კი Hamza. უშველი და I ისიც see that ბოლომდე you მოყვებოდა. give him takedown, you just give him position, you give him even head, and then after he go hard. Yeah, and, აბა რამ იქნა, ხამზათთან შეცვლას არ ვაპირებდი, დამაგდებდა. საუკეთესოდაც შემეძლო გამეკეთებინა, გარშე ჩაჯდომა იყო, რომ ენახა თუ შევძლებდი მის ამოწევას. მაგრამ ზედმეტად მძიმე და გრძელია. როცა ვაჯიშობ ვინმესთან, ვინც შენზე ბევრად დიდია, შენი შანსები ძალიან ლიმიტირებულია. When you go with somebody who's way bigger, you're not gonna. Yeah, there's my options are very limited. დიახ, მესმის, ვიცი რომ მასთან სპარინგს აღარ აპირებ. მაგრამ ვფიქრობ, ჯიუ-ჯიტსუს რაუნდში ან MMA ჯიუ-ჯიტსუში ბევრად უკეთესად იზამდი. Or like MMA jiu-jitsu, I think you will do much better. I I believe. appreciate. ვაფასებ ამას, მიყვარხარ მერაბ, მადლობა ჩემოძმაო. სანამ გაგიშვებდე გვითხრა, როგორ შეუძლიათ ადამიანი მას შენი მხარდაჭერა შეცდომ. დიდი ჭიდაობის მატჩის წინ. Well, hey, before I let you go, I appreciate you taking the time. This is your opportunity to let people know how they can follow you, support you. You got a big wrestling match coming up. The floor is yours, Merab. First of all, thank პირველ you so რიგში დიდი much, მადლობა you know, დემეტრიუს, რომ შენს for having პოდკასტში me მომიწვია. ეს on ჩემთვის your ყოველთვის პატივია. podcast. It's always honor for me. And so yeah, my social ჩემი სოციალური media is ქსელებია just მერაბ my დვალიშვილი, first name and ინსტაგრამზე, last name, X-ზე და Merab Facebook-ზე. Dvalishvili, Instagram, შეგიძლიათ მიყოლოთ 18 აპრილს ფილადელფიაში, სადაც სიახულოს ვეჭიდავები. სახალისო მატჩი იქნება. And yes, just yeah, you guys can watch compete at RAF April 18, Philadelphia, and against Henry Cejudo. It's gonna be fun wrestling match. ამის შემდეგ კი And, სრულიად ვიქნები and then ფოკუსირებული right სადიტულო after I will ბრძოლაზე go პიოტრ for იანის my წინააღმდეგ. title კარგი fight ჩხუბი against იქნება. Peter Yan, and it's gonna be good fight.